მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს ზაზა გოგავას აუდებიან პარლამენტში. დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა სწორედ ამ წუთებში იწყება. გოგავას გარდა კიდევ ვისი გამოკითხვა იგეგმება დღეს? მარიამ კოპალეიშვილია პირდაპირ ეთერში საკანონმდებლო ორგანოდან. მარიამ, გისმენთ. საგამოძიებო კომისიის ხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს და დღეს გამოიკითხება 4 პირი. ესენი არიან ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი, ასევე მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა. დღეს განხილვის მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი. სავარაუდოდ კანონმდებლების კითხვები იქნება თუ რამდენად სწორედ გაიცემოდა მათ შორის სამხედროების მისამართით ინსტრუქციები და როგორი იყო ომის მიმდინარეობა. დღეს კომისიის წევრებმა ჩვენთან საუბრისას ხდომის დაწყებამდე თქვეს ისიც, რომ მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს კონკრეტული პირების, პოლიტიკოსების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. შესაბამისად, დღევანდელი კომისიის ხდომის მთავარი მიზანიც ეს იქნება. საზოგადოება კარგად ხედავს, ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში, მათ შორის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანამდებობის პირების განცხადებებს, მათ პირდაპირ აღიარებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ აგვისტოს ომის დროს არ იყო координация, არ არსებობდა არანაირი გეგმა, მათ შორის არც ევაკუაცია საზოგადოების და ასე შემდგომ. შესაბამისად, ჩვენ ყველა იმ პირის ჩვენება გვაინტერესებს, ფაქტები გვაინტერესებს, რომელთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, რომ პასუხისმგებლობა ჰქონდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მაგრამ იქ ვინც იყვნენ მონაწილეები, მნიშვნელოვანია, რომ მათი ახსნა განმარტებები ჰქონდეს კომისიას. პირველი კანონმდებლების წინაშე, როგორც მოგახსენეთ, წარდგება ზაზა გოგავა და ის უპასუხებს კომისიის წევრთა კითხვებს. ეს არის რიგით მეორე ხდომა, რომელიც სრულად ეთმობა 2004 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას და ასევე 2008 წლის ომს. მადლობა მარიამ, ეს მარიამ კოპალეიშვილი იყო. ჯარიმა ან 1 წლამდე პატიმრობა სწორედ ამას ითვალისწინებს მუხლი, რომლის მიხედვითაც საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ბადრი ჯაფარიძესაც. ხაზარაძე საგამოძიებო უწყება მოწმის სტატუსით დაიბარა, თუმცა ცნობილია, რომ ის მიზეზების ახსნას რატომ არ გამოცხადდა კომისიის ხდომაზე, მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე აპირებს. ანალოგიური მოთხოვნა ექნება ჯაფარიძესაც. ხდომაზე, სადაც ლელოს ლიდერები არ მივიდნენ, შპს მაგნატის საკითხი განიხილებოდა, რომლის ქონებაც TBC ბანკის უშუალო მონაწილეობით კეზერაშვილის კომპანიის მფლობელობაში გადავიდა. მეოთხე ხდომაზე მათ მონახეს დრო იმისთვის, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე მიიყვანათ აბსოლუტურად თითთან გამოწვეული და მოგონილი საქმით. ამიტომ აქ არ ვაპარაკი მარტივ რაღაცაზე, ეს არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, მეტი არაფერი და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი ამოქმედეს. ხაზარაძემ თქვა, რომ ის მივა მაგისტ მოსამართლესთან გამოკითხვაზე და იქ კითხონ რაც აქვს. ეს არის ის ფორმა, რა ფორმითაც მას უნდა ელაპარაკოს აი მოძალადეებს, რომლებიც დღეს პოლიტიკურ დევნას ახორციელებენ მასზე. პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვიდნენ, რომ ამოფარებოდნენ პოლიტიკას და თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები მიეჩქმალათ და დაემალათ. ამ ადამიანებს არ აქვთ სათქმელი არაფერი, არ შეუძლიათ რომ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ, ამიტომაც ისინი თავს არიდებდნენ და არიდებენ საგამოძიებო კომისიაში მისვლისგან. ეს ადამიანები როგორმე ცდილობენ, რომ თავიანთი კანონდარღვევის და კანონის სრული უგულებელყოფის ვადები როგორმე გაახანგრძლიონ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მასში ოპოზიციის მონაწილეობა. საკითხზე ხელისუფლების ოპონენტთა შორის კვლავ ასრთა სხვადასხვაობა. ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. მეორე ნაწილი თემას შექმნილ ვითარებაში არარელევანტურად მიიჩნევს და მოვლენათა განვითარებას ელის. კენჭისყრაში აუცილებლად ჩაერთვება გირჩი. ოპონენტების ნებისმიერ გეგმას და გადაჯგუფებას უშედეგოდ ცვლის მართველი გუნდი. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია სერიოზული მარცხისთვისაა განწირული. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ვითარებაში, ამ სტატუს-კვოში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა, ფინანსური სანქციები უწესდება როგორც ქართულ ოცნებას, ისე ქართული ოცნება უწესებს ქართველებს ამ ქვეყნის სიყვარულისთვის სანქციებს და კონკრეტულ ჯარიმებს. შეუძლებელია უბრალოდ ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზეც კი.
და ჩვენი მთავარი мотиваცია არის არსებული სტატუს-კვოს თავიდან ბოლომდე შეცვლა. ვილად რომ თქვა არის სასაცილო, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ფაქტობრივად არანაირი კოორდინაცია აღარ აქვს, მაგრამ ისინი ელოდებიან თავის დავალებებს, რომლებიც უნდა მიიღონ თავიანთი უცხოეთის პატრონების მხრიდან. ასე რომ საზოგადოება ამ ყველაფერს მე დარწმუნებული ვარ, რომ კარგად შეაფასებს და კიდევ ერთხელ უკვე თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება კიდევ ერთხელ მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას. რეგიონული პოლიტიკა, ეკონომიკური ზრდა, ხელისუფლების როლი ამ სახელწოდებით ჩატარდა ეკონომიკური ფორუმის მე-17 დისკუსია. შეხვედრა ტრადიციულად პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. მასში საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი მონაწილეობდნენ. ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ჩართული იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკური სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები. ვისაუბრეთ და შევაჯამეთ ბოლო პერიოდში თუ რა ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ, რა მიზნებია დასახული, განსაკუთრებით ხაზი გავუსვი, რომ ეკონომიკური განვითარება არის ჩვენი წარმოდგენით არის ეროვნული ინტერესის დონის საკითხი, მშვიდობის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში არსებული გამოწვევების ფონზე, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გქონდეს ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კონტინენტზე. დისკუსია შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ ტენდენციებს უპირატესად ეკონომიკური კუთხით, ასევე რა თქმა უნდა გეოპოლიტიკურ ჭრილში. საუბარი შეეხებოდა სწორედ ხელისუფლების, ბიზნესის და განათლების სექტორის თანამშრომლობას, იმ გამოწვევებს და იმ შესაძლებლობებს, რომელიც აქ ჩვენ გვაქვს. სტამბოლის მუნიციპალურმა საბჭომ, რომელშიც დეპუტატების უმრავლესობა ოპოზიციონერია, მერის მოვალეობის შემსრულებელი აერჩია. ის ქალაქს ახალი მერის არჩევნებამდე, ანუ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. თავად იმამ ოღლუ კი უკვე კვირაზე მეტია ციხეშია. მისი გათავისუფლების მოთხოვნით თურქეთში უკანასკნელი 10 წლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პროტესტია. საპატიმროში რჩება აქციებზე დაპატიმრებული 1000-მდე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ მომხრეებს იმ კომპანიებისა და ორგანიზაციების სია წარუდგინა, რომლებიც მათი აზრით მთავრობას უჭერენ მხარს და მათ ბოიკოტი გამოუცხადა. სიაში მოხვდნენ ტელევიზიები, კვების ობიექტები და გამომცემლობები. ერდოღანი ოპოზიციას ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და ოპონენტებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას პირდება. უკრაინა საფრანგეთისგან ახალ 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ განცხადებები პირისპირ შეხვედრის შემდეგ ელისეის სასახლეში ჟურნალისტებთან ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა გააკეთეს. ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ დახმარების ახალი პაკეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ითვალისწინებს. მანვე ნაადრევი უწოდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის განხილვას. მაკრონის ამ მოსაზრებას ეთანხმება ზელენსკი. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირიქით უნდა გაძლიერდეს. ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რომ რუსეთის უპირობო ცეცხლის რუსეთს აიძულოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. Скільки буде. ამასობაში კი უკრაინაში მორიგი მძიმე ღამე იყო. ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში დრონებით რამდენჯერმე მიიტანეს. დაშავდა 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი, გაჩნდა ხანძარი. შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის გენშტაბის ცნობით მხარეებს შორის 200-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. აქედან თითქმის ნახევარი პოკროვსკის საბრძოლო მიმართულებაზე. დონალდ ტრამპი ახალ მანქანებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში არაა დამზადებული, 25%-იან ტარიფებს აწესებს. გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და იქვე შესაბამის განკარგულებასაც ხელი მოაწერა. ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილიდან შედის. ტრამპის განცხადებით ტარიფები შეეხება იმ ავტომობილებსაც, რომლის ნაწილებიც ამერიკაშია დამზადებული, თუმცა სხვა ქვეყანაშია აწყობილი. ტრამპის ახალ ბრძანებას უკვე გამოიხმაურა ოფიციალური ოტავა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ტრამპის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს პირდაპირ თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ მათ საპასუხო რეაგირება ექნებათ.
საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრებმა, რომლის ჩაქრობაც უკვე თითქმის 1 კვირაა ვერ ხერხდება, ქვეყანაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის არის სახანძრო ვერტმფრენის პილოტიც. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი ხელს უწყობს. დამწვარია 17,000 ჰექტარი ტყე, განადგურებულია კერძო სახლები, სკოლები, საბავშვო ბაღები და საავადმყოფოები. ევაკუირებულია 27,000-ზე მეტი ადამიანი. რეალური საფრთხე ემუქრება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლს, მათ შორისაა სოფელი ჰაჰოიც. დღის ამბების ნახვარცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12 საათზე დაუბრუნდება. მე კი ამით გემშვიდობებით. კარგად.